ჩვენ მიჩვეული ვართ დემოკრატიის მაღალ საფეხურზე დაყენებას, ისევე როგორც ათენის, ცივილიზაციის, რომელმაც ხელი შეუწყო დემოკრატიის აღმავლობას. პართენონი ხომ თითქმის დემოკრატიული ღირებულებების სიმბოლოა. სწორედ ამიტომ იღებენ მსოფლიოს დემოკრატი ლიდერები ფოტოებს ამ ადგილას. ძალიან გასაკვირია იმის გაცნობიერება, რომ ძველი საბერძნეთის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი აღმოჩენა, ფილოსოფია, საკმაოდ სკეპტიკური იყო მისი მეორე აღმოჩენის, დემოკრატიის მიმართ. ბერძნული ფილოსოფიის დამფუძნებელი სოკრატე პლატონის დიალოგებში წარმოდგენილია როგორც დემოკრატიის მიმართ ძალიან პესიმისტურად განწყობილი ადამიანი. სახელმწიფოს მეექვსე წიგნში პლატონი გადმოსცემს სოკრატესა და ერთ-ერთი პერსონაჟის, ადემანტოსის დიალოგს, სადაც სოკრატე ცდილობს დაანახოს მას დემოკრატიის ნაკლი სოციუმის გემთან შედარებით. სამოგზაუროდ რომ ზღვით მიდიოდე, ეკითხება სოკრატე. ვინ გინდა წყვეტდეს, თუ ვინ გახდება გემის კაპიტანი იდეალურ შემთხვევაში? ნებისმიერი ვინმე, თუ ზღვაოსნობის წესებისა და სირთულეებში გამოწრთობილი ხალხი? უკანასკნელი, რა თქმა უნდა, ამბობს ადემანტუსი. მაშინ პასუხობს სოკრატე. რატომ ფიქრობთ, რომ ნებისმიერი ხანში შესული ადამიანი შეიძლება განსაზღვრავდეს, ვინ იქნება ქვეყნის მმართველი? სოკრატე გულისხმობს, რომ ხმის მიცემა არის უნარი და არა უბრალოდ ინტუიცია. და როგორც ნებისმიერი სხვა უნარი, ის უნდა ისწავლებოდეს სისტემატიურად. მოქალაქისთვის განათლების გარშე ხმის უფლების მიცემა ისეთივე უპასუხისმგებლობაა, როგორც მათთვის გემის ჩაბარება და შტორმიან სამოსში გამგზავრება. სოკრატემ თავის თავზე გამოცადა ხმის მიცემთა კატასტროფული უგუნურება. ძველი წელთაღრიცხვით 399 წელს ფილოსოფოსს უსაფუძვლოდ ასამართლებდნენ ათენის ახალგაზრდობის გონების გარყვნისთვის. საჯულოდ 500 ათენელი იყო მიწვეული. მათ მცირე უპირატესობით გადაწყვიტეს, რომ სოკრატე დამნაშავე იყო და სიკვდილი მიუსაჯეს. ეს პროცესი მოაზროვნე ადამიანებისთვის იმდენადვე ტრაგიკულია, როგორც იესოს ჯვარცმა ქრისტიანებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ სოკრატე არ იყო ელიტისტი, ტიპური გაგებით. მას არ სჯეროდა, რომ ყოველთვის მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს უნდა შეძლებოდა ხმის მიცემა, მაგრამ ის ამტკიცებდა, რომ მხოლოდ იმათ უნდა ჰქონოდათ ხმის მიცემის უფლება, ვინც რაციონალურად და ღრმად უფიქრდებოდა არსებულ პრობლემებს. ჩვენ კი დაგვაუწყდა განსხვავება ინტელექტუალურ დემოკრატიასა და დაბადებით დემოკრატიას შორის. ჩვენ ხმის მიცემის უფლება მივანიჭეთ ყველას, განათლებისგან დამოუკიდებლად. სოკრატემ ზუსტად იცოდა ეს სადამდეც მიგვიყვანდა. სისტემამდე, რომლიცაც ბერძნებს ყველაზე მეტად ეშინოდათ. დემაგოგერია. ძველ ბერძნებს დემაგოგებთან მტკივნეული გამოცდილება აკავშირებდათ. მაგალითად, გენერალი ალციბიდუსი, დიდარი, ქარიზმატული, კარგად მოსაუბრე მამაკაცი, რომელმაც გააქრო ძირითადი თავისუფლებები და ათენს უბიძგა სიცილიაში კატასტროფული სამხედრო ავანტიურისკენ. სოკრატემ იცოდა, რამდენად იოლად შეეძლო არჩევნებში გამარჯვების მსურველ ხალხს მარტივი პასუხებისადმი ჩვენი დაუკვებელი სურვილის ექსპლუატაცია. მან გთხოვა წარმოგვედგინა საარჩევნო დებატები ორ კანდიდატს შორის. ერთი, რომელიც იქნებოდა დაუშვათ ექიმი და მეორე ტკბილეულების მაღაზიის მეპატრონი. ეს უკანასკნელი მოწინააღმდეგე ექიმზე დებატებისას იტყოდა: ამ ადამიანს თქვენთვის ბევრი ბოროტება გაუკეთებია. მან გატკინათ, წარიწამალი მოგცათ. გეუბნებათ, რომ არ უნდა სვათ და არ ჭამოთ ის, რაც თქვენ გსურთ. ჩემგან განსხვავებით, ის არასოდეს გაგიმასპინძლდებათ სხვადასხვაგვარი კარგი საკვებით. სოკრატე გთხოვს წარმოვიდგინოთ დამსწრეთა პასუხი. თქვენი აზრით, ექიმი ეფექტურ პასუხს გასცემდა? მისი გულწრფელი პასუხი იქნებოდა: კი მე გაწამებთ და თქვენი სურვილების საწინააღმდეგოდ წასვლას მოგიწოდებთ, რათა დაგეხმაროთ. ეს კი აყალმაყალს გამოიწვევდა ხმის მიმცემთა შორის. ხომ ეთანხმები? ჩვენ მთლიანად დავივიწყეთ სოკრატეს მნიშვნელოვანი გაფრთხილებები დემოკრატიის საწინააღმდეგოდ. ჩვენ ვამჯობინებთ ვიფიქროთ დემოკრატიაზე როგორც ცალსახად კარგ რამეზე და არა ისეთ სისტემაზე, რომელიც იმდენად ეფექტურია, რამდენადაც მის გარშემო არსებული განათლების სისტემა. შედეგად, ჩვენ ავირჩევთ ძალიან ბევრ ტკბილეულის მაღაზიის მეპატრონეს და ძალიან ცოტა ექიმს.